გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ეს განცხადება სოციალურ ქსელში ვნახე და გამიხარდა. რასაკვირველია, ლაშა ტალახაძე უნდა იყოს დანიშნული ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად. განა უკეთესი კანდიდატურის მოძებნა შეიძლებოდა? როგორ უნდა გვეამაყებოდეს, როდესაც ჩვენ ყავს მსოფლიოში ყველაზე ღონიერი ადამიანი, 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი, 7 გზის ევროპის ჩემპიონი, 23-ჯერ მსოფლიო რეკორდსმენი. ანუ სპორტში რაც შესაძლებელია, ყველაფერი მოიგო ამ დიდებულმა ადამიანმა და ის არის ჩემი და თქვენი თანამემამულე და საქართველოს მოქალაქე. და ამ განცხადების ქვეშ ვიღაც როგორ თქვა ეს რბილად, არ ვიცი, მოკლედ ვიღაც ქალი სახელად მარიამი გვარს არ დავასახელებ, უწერს ცხვირპირი უნდა დაგინგრიოს კაცმა. ანტივაქსერები რომ მეუბნებოდნენ, რომ საყოველთაო აცრა კოგნიტურ შესაძლებლობებზე ცუდ შედეგებს გამოიღებსო, არ ვუჯერებდი. ახლა კი დავიჯერე. აი რატომ უნდა ისურვო, რომ ვიღაცამ ცხვირპირი დაუნგრიოს ლაშა ტალახაძეს. რა დანაშაულისთვის. გესმით მეგობრებო, რომ მართლა ცუდი აურა აქვს ქვეყანაში. ანუ ლაშა ტალახაძეს რომ დაეგმო რუსული კანონი, ეთქვა რომ არჩევნები რუსულად გაყალბდა, აქციებზე გამოჩენილი იყო და პაატა ბურჭულაძესთან ერთად ემღერა და ერთხელ მაინც მისულიყო ვივამეთში, რათა მოენახულებინა ის ადამიანი, რომლის გარეშეც ეს ქვეყანა არ შედგებოდა, მაშინ ის ვინმე მარიამი გვარს ისევ არ ვიტყვი, არ მოინდომებდა მისი ცხვირპირის დანგრევას. ესე იგი მაინტერესებს ასეთი კაცის ნახვა, ვინც პოტენციურად მაინც შეძლებდა ლაშა ტალახაძისთვის ცხვირპირის დანგრევას. ჩვენ ცხოვრება საინტერესო რამაა, მეგობრებო, და ეს სრულიად ნოვატორული აზრი თავში მომივიდა დიდი ფიქრის მერე. დიახ, აბა განა არა საინტერესო ის ცხოვრება, როდესაც სპორტსმენის, მსახიობის, მუსიკოსის, ალბათ მეცნიერის მიღწევები ფასდება მისი პოლიტიკური შეხედულებებით. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც არის უნიკალური ფეხბურთელი, არის ცუდი. იმიტომაა ცუდი, რომ არ გმობს გაყალბებულ არჩევნებს და ხვალ რომ ხვიჩა უცებ ადგეს და დაგმოს ის, რაც ბუნებაში არ არსებობდა, ის უცებ გახდება საუკეთესო სპორტსმენი, შესანიშნავი ფეხბურთელი და მისი ფოტო შეიძლება თვით მიხეილ სააკაშვილმა ზელენსკის ფოტოს ადგილას დაკიდოს. მაისურსაც ჩაიცვამს კვარაცხელიას ნომრით, თავარია უკუღმა არ ჩაიცვას, როგორც შჩევი ამ მართლა უკუღმარts. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ხვიჩას ფოტოსურათი კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება სააკაშვილის კედელზე. ხო, რაც შეეხება სააკაშვილს, უკვე ჩვევად მეკცა პერიოდულად საკრალური კითხვის დასმა, როდემდე უნდა იტანჯებოდეს ეს დემოკრატიის შუქურა კომფორტულ პალატებში. არა, სხვანაირად დავსვამ კითხვას, რატომ არის ის ჰოსპიტალში. განაჩვენი კანონმდებლობით უმაღლესი პოლიტიკური დამნაშავეები სასჯელს ამიერიდან მრავალპროფილიან ძვირადღირებულ კლინიკაში გაატარებენ? სიტყვაზე სალომე ზურაბიშვილმა რომ არა ზურაბიშვილზე მომბერს დალაპარაკი. აი მაგალითად მეოთხე პრეზიდენტი რომ ყავდა, ხომ გახსოვთ? მეოთხეც რომ ყავდა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად. ხო და მას რომ ღმერთმა დაიფაროს და ფეხი დაუცდეს ფიგურალურად რასაკვირველია, ანუ სისხლის სამართლის დანაშაული რომ ჩაიდინოს, მაგალითად ისეთი რა ვთქვა, რომ რა მოვიფიქრო, რომ არ ეწყინოს, არც ცხვარი რომ დაუწვა და არც მეცხვარე. ხო, მაგალითად მოიპაროს ცხვარი. ცხვრის მოპარვაც ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია, დიახ? სრულიად არარეალურ სიტუაციას გთავაზობ. თქვა და მარგველაშვილმა ცხვარი მოიპარა და ის დაიჭირეს. მას რა ვივამეთში დააწვენენ თუ ციხეში უკრავენ თავს. საინტერესო კითხვა არ გეჩვენებათ? ხო და ციხის მაგიურად მარგველაშვილს კლინიკაში თუ მოათავზებენ, მაშინ გასაგებია რომ არის რაღაც საიდუმლო ბრძანება, საიდუმლო საკანონმდებლო აქტი, სადაც გაწერილია რომ დიდი პოლიტიკური ფიგურები ამიერიდან ყველა როგორც ერთი სასჯელს თუ კი ასეთი რამ მოხდება, მოიხდიან კომფორტაბელურ კლინიკაში.
მოკლედ საიდან სად მივედი, დავიწყე დიდებული ლაშა ტალახაძით და დავასრულე ფერმკრთალი მარგველაშვილით. ხო და იმას გეუბნებოდით მეგობრებო, რომ ცუდი აურაა ქვეყანაში. სრულიად გამობრიყვებას აქვს ადგილი და რა უნდა მოხდეს, რომ უკუ პროცესი დაიწყოს, არ ვიცი. სავალალო მდგომარეობა, ერთი ტრამპი თუ გვიშველის. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.